გადაცემის სპონსორია კლინიკების ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი. Პანჩელო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გამარჯვებათ. მივესალმები იმ ტელემაყურებლებს, რომლებიც გვიყურებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის სპონსორია სამედიცინო კლინიკათა ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალით. ასევე აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით. ისე რომ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩაიტაროს სრულყოფილი გამოკვლევა ან კურნალობა, შეუძლია მიბრძანდეს და მას მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის ოჯახის ექიმი თერაპევტი ქალბატონი ელენე ხელაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი ელენე. ხშირად ჩვენს მოსახლეობას ტელემაყურებლებს აქვთ შეგრძნება და აწუხებთ ის, რომ განსაკუთრებით კუჭნაწლავის ტრაქტის დროს განიცდიან დისკომფორტს. ამავე დროს აქვთ ხშირად ტკივილები, რომელიც მეტად გაუსაძლის მდგომარეობაში აღენებს მათ ყოფას. და აქედან გამომდინარე, რომ ჩვენს ტელემაყურებლებს ამ კუთხით ვესაუბროთ, აუხსნათ თუ ეს საიდან მომდინარეობს, რა იწვევს და რა არის ძირითადად პათოლოგია მის გისმენთ. მოგესალმებით. კუჭნაწლავის ამ დისკომფორტს, რა თქვენ ჩამოთვალეთ, ძალიან ბევრი დაავადება იწვევს. ეს არის გასტრიტები, წყლოვანი დაავადებები, მაგრამ ამ წუთში ჩვენ ვილაპარაკეთ უფრო ხშირია წყლოვანი დაავადებები, კუჭნაწლავის ტრაქტის. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლოვანი დაავადების დროს ლორწოვანი გარსი განიცდის დესტრუქციას, ზიანდება, იქ ვითარდება დესტრუქციული ცვლილებები და ჩამოყალიბდება ან ეროზია, ან წყლული. ეროზია უფრო არის ზედაპირული პათოლოგია წყლთან შედარებით. წყლული უფრო ლორწოვანს ღრმად ასიანებს, ღრმა შრემდე, თითქმის კუნთოვან შრემდე. უფრო გვხდება წყლოვანი დაავადება კუჭისა და თორმეტგოჯას პროქსიმალურ ნაწილში, საყლაპავის დისტალურ ნაწილში და ნაკლებად გვხდება ნაწლავებშიც ეს წყლოვანი დაავადება. მისი გამომწვევი არის სხვადასხვა ფაქტორი. ის შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, შეიძლება გამოიწვიოს არამოწესრიგებულმა კვებამ, შეიძლება თამბაქომ, შეიძლება გამოიწვიოს გენეტიკურ მიდრეკილებასაც აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ძირითადი რაც ფაქტორები, რაც იწვევს ამ წყლოვან დაავადებას, ეს არის ჰელიკობაქტერ პილორი და ეს არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ჰელიკობაქტერ პილორი თითქმის წყლულის 90%-ში ჰელიკობაქტერ პილორია გამომწვევი. ამიტომ თვლიან ამჟამად, რომ ეს არის ინფექციური დაავადება, ფაქტიურად 90%-ში ვინაიდან იწვევს ბაქტერია და მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ ამოითესა ეს ბაქტერია, ჰელიკობაქტერ პილორი, მაშინ უფრო დიდ შემთხვევაში წყლულის გამომწვევი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ეს სხვათა შორის ხშირად ვითარდება, იმიტომ რომ არასტეროიდების მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იღებს სხვადასხვა პათოლოგიების გამო, თუნდაც აი სახსროვანი დაავადებების გამო. ამიტომ არასტეროიდები დიდი პროცენტით არის მისი გამომწვევი. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წყლულისთვის დამახასიათებელი ძირითადი რაც არის, ეს არის ან ძლიერი ტკივილები გასტრინომის არეში, ან არის დისკომფორტი. შეიძლება უბრალოდ დისკომფორტი გქონდეს, შეიძლება გულისრევი შეგრძნება გქონდეს, სხვადასხვანაირად გამოისახება ყველა პაციენტში. ზოგჯერ შეიძლება წყლოვანი დაავადება ატიპიურადაც მიმდინარეობდეს
და გამოკვლევების საფუძველზე დაისვას მისი დიაგნოზი. ეს ტკივილი არის ეპიგასტრიუმის არეში და irradiatsiით მარჯვენა ფერდქვეშ არეში ან ზურგში. გააჩნია წყლული სად იქნება ლოკალიზებული. თუ წყლული მოთავსებულია 12 გოჯა ნაწლავში, მან იცის სხვადასხვა სახის ტკივილი. იცის მშიერი ტკივილი, დილით უზმოზე, ჭამიდან 1.5-4 საათის შემდეგ. კუჭის წყლულისგან განსხვავებით, როდესაც ტკივილი იწყება ჭამიდან 5-10 წუთის შემდეგ. და 12 გოჯას დროს 1.5-4 საათის შემდეგ და იცის ასევე ღამის ტკივილი. შეიძლება პაციენტი გააღვიძოს კუჭის წყლულმა ღამის პირველ საათზე და 3 საათზე. წყლულს ახასიათებს ასევე სეზონურობა. გამწვავებები ახასიათებს გაზაფხულზე და შემოდგომაზე, მაგრამ თუ წყლული ეხლანდელ პირობებში უკვე მიზეზიც ხშირად დადგენილია, რემისია ხანგრძლივდება დიდხანს და შეიძლება გამწვავება არ დაემართოს გაზაფხულზე შემოდგომაზე, არ არის აუცილებელი. ეს ორგანიზმზეც არის დამოკიდებული, მკურნალობაზეც, რატების მკურნალობაც აუცილებლად კვებით რეჟიმზეც, იმიტომ რომ თუ პაციენტმა არ მიიღო საკვები, ჟავიანობა მატულობს კუჭი და ეს რა თქმა უნდა იმ ტკივილს გამოიწვევს და კიდევ უფრო წყლულს გააღრმავებს და გაართულებს მის მიმდინარეობას. არის ასევე გამოკვლევის მეთოდები, რით უნდა დავადგინოთ ეს, ხო? არის რენტგენოლოგიური კვლევა, რომელიც ჩვენ კლინიკაში არის რა თქმა უნდა და ენდოსკოპიური კვლევა. არის ენდოსკოპია ბიოპსიით, რომ მასალას იღებენ, ბიოპტატს სწავლობენ. კვლევის ბევრნაირი მეთოდებია, ეხლა ის რომ დაადგინო, რომ რით არის გამოწვეული, ხო, ბიოპტატი უნდა იღო, იმაზე უნდა მოხდეს შესწავლა. არის სხვადასხვა ტესტები, შარდოვანას ტესტია, მაგრამ აი ამ გამოკვლევების თითქმის 90%-ში დგინდება გამომწვევი რა არის, მაგრამ რაღაც პროცენტში ვერ დგინდება. ამიტომ ყველაზე უფრო ინფორმატიული რაც არსებობს გამოკვლევები, უფრო არის შარდოვანას ტესტი, რომელიც ძალიან ძვირად ღირებულია. იმიტომ რომ ეს თვითონ რაც აღნიშნეთ, ბაქტერია, ჰელიკობაქტერი გამოიმუშავებს რაღაც ფერმენტს, რომელიც მხოლოდ მას აქვს, სხვა ძუძუმწოვრებში არ ხდება. და ის იმის საფუძველზე, რომ ის ამ შარდოვანას შლის, რადიოაქტიული ნახშირბადი თავისი პროცედურა აქვს ამას, ხო? ამონასუნ ჰაერში ეს ნახშირორჯანგი რომ არის, ის იმით მიხვდებიან, რომ ეს C რადიოაქტიული ნახშირბადი, ხო? რადგან ამონასუნ ჰაერში იყო, ეს გამოწვეულია ამ ჰელიკობაქტორ პილორით. ეს შედარებით სხვა გამოკვლევებთან შედარებით ინფორმატიულია, მაგრამ ასევე ძალიან ინფორმაციულია ენდოსკოპია, ძალიან ინფორმაციულია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რა თქმა უნდა, რომ დადგინდეს იქ ნამდვილად წყლულია, ეროზია, შეიძლება არც ერთი არც გასტრიტია და ასე შემდეგ. აი ეს რაც შეეხება გამოკვლევებს, რითაც შეიძლება დადგინდეს არის გასაგებია გამტონ ელენე, მაგრამ საერთოდ არის ხოლმე პრაქტიკაში ასეთი შემთხვევებიც, რომ ადამიანს აქვს წყლული, აიღოთ ამ შემთხვევაში თუნდაც კუჭის წყლული და ტკივილი ნაკლებად ინტენსიური ხასიათისაა და ძირითადად გამოისახება კუპრისებურ განავალზე. ესე იგი სისხლძარღვთან იქ ახლო არის, ეტყობა იქიდან წარმოიქმნება ეს და ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იმისა, რომ უკვე იქ ჩამოყალიბებულია წყლული, რომელიც ადამიანს უკვე აიძულებს რომ მიმართოს შესაბამისად ექიმს და ამავე დროს ცხადია უკვე იქ ანემიაც არის ნაკლებობა ყველაფერი და ამასთან დაკავშირებით თქვენ როგორც ექიმები თვლით ამას უკვე წინაპირობად იმის თავის აუცილებლად უნდა მოხდეს მისი შემოწმება. ზუსტად როგორც აღნიშნეთ, არის წყლული გამოხატული ტკივილი და არის წყლული, რომელიც მიმდინარეობს ადიბურად. აი ეს თქვენ რაც აღნიშნეთ, ერთ-ერთი გართულებაა წყლულისა. ზოგჯერ სისხლდენა აგებინებს ექიმს, რომ იქ წყლული იყო. არის ასეთი უფრო აი ეგ ფარული სისხლდენა და ზოგჯერ ისეთნაირად არის რომ პროფუზული სისხლდენაც ვითარდება ხოლმე. ერთ-ერთი გართულებაა წყლულის სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომელიც რა თქმა უნდა აუცილებლად ანემიას გამოიწვევს და გარდა სისხლდენისა წყლულს აქვს კიდევ სხვა გართულებები, პერფორაცია მაგალითად
პერფორაციის დროს ძალიან ძლიერი ტკივილი იცის მუცლის არეში. ხანჯლის დარტყმის მსგავსი ტკივილი აღენიშნება პაციენტს, ფიცრისებური მუცელი აღენიშნება, იქ კიდევ არის ბლუმბერგის დადებითი ნიშანი, პერისტალტიკა ნაწლავების აღარ ისმის. ეს არის პერფორაციაც ერთ-ერთი გართულება, როგორც სისხლდენა და არის პენეტრაცია კიდევ ჩაზრდა მეზობელ ორგანოებში და წყულს აქვს კიდევ გართულება, განსაკუთრებით თუ პილოროსთან გასასვლელთან ახლოს მდებარეობს წყლული, პილოროსტენოზი, შევიწროვება. ეს ძალიან შემაწუხებელია პაციენტისთვის, იმიტომ რომ საკვებს იღებს და ვერ გადადის ის ფაქტიურად კუჭიდან ნაწლავებში 12 კუჭეში და ასე შემდეგ. ამიტომ ის რომ აწუხებს მას, ცდილობს ან თვითონაც აქვს წყულს დამახასიათებელი როღებინების ეს ერთ-ერთი სიმპტომი. და პაციენტი ღებულობს რომ თვითონ მოახერხოს ეს ღებინება და იმ ამონაღებ მასაში ყოველთვის არის ან წინადღის მიღებული პროდუქტი, ან უფრო მეტი. ეს სერიოზული გართულებაა და გარდა იმისა, რომ კუჭი და 12 გოჯაშია წყლული, ეს პილოროსტენოზი შეიძლება სხვა ორგანოებიდან სიმსივნემა ზეწოლამაც გამოიწვიოს. ეს ძირითადი გართულებები კუჭის, წყლულის და 12 გოჯას, რა წყლულის, ეს ორივეს ეხება, სადაც უნდა იყოს წყლული, ეს გართულებები, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. არის საგანგაშო სიმპტომები, ბატონო გურამ, რასაც პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს. თუ მას აქვს ანორექსია, საგანგაშო სიმპტომებს ვეძახით მედიცინაში, ანორექსია, შეუჩერებელი პერსისტიული ღებინება, პაციენტი წონაში იკლებს, არის ანემიური, აღენიშნება ეს სისხლდენები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მან აუცილებლად უნდა მიაკითხოს უბნის ექიმს, სადაც იმყოფება და ის ექიმი დააკვალიანებს. ჩვენ გვაქვს გამოკვლევის მეთოდები, როგორც ზევით აღნიშნეთ, ძალიან კარგი. ყავს ვიწრო სპეციალისტის, გასტროენტეროლოგის, თუ დაუშვათ დაჭირდება და უბნის თერაპევტი საჭიროდ ჩათვლის, რომელიც ძალიან კარგ დარიგებებს მისცემთ მათ, რომ რით არის ეს გამოწვეული, ეს გართულებები და აქამდე არ უნდა მიიყვანოს ადამიანმა, როგორც შეატყობს, რომ აქვს აი ეს, რაც ჩვენ აღნიშნეთ ნიშნები, უნდა მოგმართოს, მომართვიანობა ყველა შეუძლია, ანაზღაურებადი არ არის პაციენტისთვის და უფრო ადვილია მომართოს ექიმს და ექიმმა გაარკვიოს თუ რა სჭირს მას, რომ მკურნალობა აუცილებლად უნდა მოხდეს წყლულის, ხო? არის მედიკამენტოზური მკურნალობა, არის არამედიკამენტოზური მკურნალობა. არამედიკამენტოზურში იგულისხმება, რომ ადამიანმა უნდა იკვებოს რეგულარულად, დღეში რამდენიმე, მცირე ულუფებით, უნდა მიიღოს, ესე იგი, მოხარშული საკვების სახით, ეს იქნება ქათმის ხორცი თუ რაც ეს არა მარტო მაგ დროსაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ნებისმიერ დროსაც მოხარშული უკეთესია. კუჭნაწლავის დროსაც და რომ არ ჩამოყალიბდეს, ეს უნდა დავიცვათ, რომ აი შემწვარი შაშხი იქნება თუ სოსისი, შემწვარი თევზი, აი ამ ფორმით ან მუქი ყავა, კონცენტრირებული ჩაი არ მიიღოს პაციენტმა და რაც თავარი საღამოს საათებში დაახლოებით 8-9 საათის მერე არ უნდა იკვებოს, რომ კუჭის სეკრეცია უფრო ძლიერდება და ის სიმჟავიანობა უფრო კიდევ შეაწუხებს ჩვენ პაციენტებს. ნერვული სისტემა უნდა მოიწესრიგოს, იმიტომ რომ კუჭის თუ 12 საერთოდ წყლოვანი დაავადების განვითარებაში სტრესულ მომენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად ეხლა რეგულირებადია ეს, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ იყოს და არის კიდევ მედიკამენტოზური მკურნალობა, რა თქმა უნდა, რომელსაც ექიმი გადაწყვეტს, ძალიან ბევრი პრეპარატებია. და თუ ამას საშუალება არ დააკარა, ბოლოს დგება ოპერაციული ჩარევა? თუ მკურნალობა, მე თქვა რა არსებობს სხვადასხვა ანტისეკრეტორული სამკურნალო ნივთიერები, თუ წყლული დადგინდა, რომელიც ჰელიკობაქტერ პილორით არის გამოწვეული, როგორც ჩვენ თქვით, არის მკურნალობის რამდენიმე სახეობა, რამდენიმე კომპონენტიანი, რომელშიც შედის ერთ-ერთი ანტისეკრეტორული ნივთიერება და ანტიბიოტიკი, რადგანაც როგორც აღნიშნეთ, ჰელიკობაქტერ პილორი არის ანტიბიოტიკი, მაგრამ თუ აი ამ მკურნალობამ, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს, სხვათა შორის თვეები, შეიძლება 8 კვირაც 2 თვეც იყოს და უფრო მეტი შედეგი არ გამოიღო, დაუშვათ 6 თვის მანძილზე. მე აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ქირურგს და ის გადაწყვეტს როგორ მდგომარეობაშია. იმიტომ რომ რაც აი ეს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია, გამოკვლევები პაციენტი მალე ხვდება თავის დაავადებას და რეგულარულად მკურნალობს, გართულებების და ოპერაციების სიხშირემა ციკლო თუ არ არის სტენოზი. სტენოზს ახლა მედიკამენტოზური მკურნალობა ვერ უშველის, თუ ძლიერი სტენოზია. იქ აუცილებლად ქირურგიული მომენტი დგება, რომ უნდა ჩაიტაროს პაციენტმა ქირურგიული ოპერაცია.
კავტანელი ძალიან საინტერესოა თქვენი საუბარი. ჩვენ ტელემაყურებელი ყოველთვის გაითვალისწინებს ამ რჩევას, მაგრამ ამატოფობამ თლათ მასზეც არ არის დამოკიდებული. მან შეიძლება შეუწყოს ხელი იგივე კვებით რეჟიმი და ყოფა ცხოვრებით, მაგრამ ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილებები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ გაიქცევა ვერავინ. ეხლა თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის შესაძლებელი ბაქტერიული დაავადება, 90%-ში ჰელიკობაქტერ პილორი. არსებობს ეს მემკვიდრეობითობა, გადმოცემა. შემდეგ შეკითხვას და შეერთობლივად მინდა რომ ეს ყველაფერი ახსნა და ამავე დროს კიდევ არის ასეთი მდგომარეობა, რომ გაივლეს ენდოსკოპიას თუნდაც ნებისმიერი პიროვნება გამოკვლევაზე და იქ მეუბნება რომ შენ გაქვს ეროზიები. ის არ ჩათვლით მაინც და მაინც საჭიროა, იმიტომ ეროზია არ ითვლება მაინც ახლა განსაკუთრებული, მაგრამ მიუხედავად იმისა სჭირდება სიფრთხილე. შესაძლებელია რომ ეროზია შემდგომში გადავიდეს წყლულში და არ მინდა ჩვენი ტელემაყურებელი შევაშინოთ იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომში ცუდად ნამკურნალების შედეგად ან საერთოდ თუ ის არ იმკურნალებს, შესაძლებელია რომ ავტვისებიანი წარმონაქმნი გაჩნდეს კუჭში, რომელიც ტრადიციულად ესე მოიაზრება საზოგადოებაში, რომ შესაძლებელია 12 დღეში არა, მაგრამ კუჭში განვითარდეს ავტვისებიანი სიმცირე. აი ეს ყველაფერი არის კავშირში ერთმანეთთან. ჩვენ მაიხედოთ და სულზე საუბრობთ, მაგრამ საუბრობთ გართულებაზე. აუცილებლად გართულებებზე საუბრობთ. გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, გადადის მაინც მემკვიდრეობით, რაც შეეხება ეროზიას, ეროზიასაც უნდა მკურნალობა. აუცილებლად რო არ გაღრმავდეს, რომ არ გართულდეს, არა ნამკურნალები მდგომარეობა შედარებით უფრო მსუბუქია ვიდრე წყლული, რა თქმა უნდა. მაგრამ რაც შეეხება აი ამ მალიგნიზაციას კუჭის კიბოს შემთხვევაში თქვენ გადაგვარება როგორც თქვი, აღმოჩნდა აი ამ თან ბოლო დროს. ბატონო გურამ რომ კუჭში ესე იგი წყლულის გადაგვარება თითქმის არ ხდება. ესე იგი ვარაუდობენ ექიმები, რომ ის იყო წყლულის ფორმის კიბო. თავიდანვე კიბოს სტრუქტურის იყო ის. აი როგორც ესეთი რომ პოლიპების ნიადაგზე წარმოიშვა თუ გადაგვარება, ის კი გავს, ესე იგი გამოკვლევით წყლულის ფორმა აქვს, მაგრამ უფრო ნაკლებად. კუჭში მალიგნიზაცია, გართულება, რომ წყლული გადაგვარდეს, ძალიან ბევრ შემთხვევაში თვლიან, რომ იმას თავიდანვე სტრუქტურა, აი ბიოფსიური მასალა რომ წყლულიდან აიღოთ, უკვე სიმსივნურია, ვიდრე წყლული გადაგვარდეს კი ხდება სხვა ნაწილებშიც, მაგრამ კუჭში უფრო ნაკლებად. თურმე ის ყოფილა წყლულის ფორმის კიბო თავიდანვე, ну ესეთი შეხედულება, ესეთი მიდგომა და რადგან სიმსივნეზე აღნიშნეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი მაგას პროფილაქტიკის მიზნით, რომ ადამიანმა არ ჭამოს აი ესეთი შემწვრები, უხეში საკვები, რომ ეს აღიზიანებს კუდა სიმსივნის დიდ ნაწილს, ნიტრატებით მდიდარი საკვები და ძალიან კარგია C ვიტამინით მდიდარი, მაგნიუმით, A ვიტამინით მდიდარი საკვების და თვითონ ამ ვიტამინების მიღებაც, როგორც აღმოჩნდა, ეს ნიტრატების ნიტრიტებად გადაქცევას ხელს უშლის და ხელს ესე იგი კიბოს წარმოქმნის წინაპირობაა, რომ არ განვითარდეს. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდი დატვირთვა აქვს C ვიტამინსაც. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა ერთია კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენი ტელემაყურებელი ამათ ყურადღებას მიაქცევს. თქვენ აღნიშნეთ, რომ კუჭის წყლულის ერთ-ერთი გამოხატული თავისებურებაა ეპიგასტრიუმის არეში მწვავე ტკივილი. ეს არის კუჭის პირის ტკივილი, რომ აუხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენს ენაზე. მაგრამ ანალოგიურად ზუსტად ასეთივე სიმპტომები აქვს, როდესაც ვითარდება სტენოკარდია. ამ დროს შესაძლებელი არის, რომ მე ხლა ექიმების თვალთახედვიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ რომ ყველაფერი გამოვრიცხოთ, კარდიოლოგის კონსულტაცია გამოვატაროთ ჯერ პირველ რიგში და შემდეგ უკვე დავუწყოთ კურნალობა იმასთან დაკავშირებით, რომ მას უკვე კუჭში აქვს პრობლემა და არა გულში. აი ეს როგორ ხდება ეს? რა არის იცით, როდესაც სტენოკარდიულია, ცოტა სხვა მდგომარეობაც აქვს ადამიანს ანამნეზში სტენოკარდიას, იცის რაღაც ისემია, ხო? გამოხატული ექნება წინაპირობაში ანამნეზში რომ ჩავეკითხებით, ან არტერიული ჰიპერტენზია, ან თვითონ გულის ისემიური დაავადება, პაციენტი რომ მოდის ხოვსინჯავთ, პულსოსინჯავთ, ან არითმია, რაღაცით გამოიხატება აუცილებლად პარალელურად. ეხლა რომ მოდის 18 წლის ბავშვი, სხვა ჩივილები არა აქვს, ეპიგასტრიუმის არეში ტკივილით არ ვიფიქრებთ, რომ იქ მაინც და მაინც გულია და
კარდიოლოგთან გავაგზავნოთ, მაგრამ თუ ანამნეზი დატვირთული აქვს იმ პიროვნებას, რაც ზევით ჩამოთვალეთ, აუცილებელია რომ გამოირიცხოს ეგ პათოლოგიაც, რა თქმა უნდა. თუმცა რომ ცოტა ასაკში ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თუ აქვს, რა თქმა უნდა. თქვენ ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ ის, რომ კუჭის წყლული ასევე 12 გოჯასი ერთმანეთთან კავშირშია, რომ ძირითადად მეტად შემაწუხებელია, ადამიანისთვის დამთვრგუნველია და მან სასწრაფო და დროულად უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, რომ ეს ყველა სიმპტომი მოხსნას. და ამასთან თუ არის რაიმე კავშირში ნაღლის ბუშტი, რომელიც შესაძლებელია რომ გადმოდიოდეს ნაღლის წვენი 12 გოჯა ნაწლავში, იქიდან ამოდიოდეს კუჭში და უფრო მეტად კივილს იწევდეს და უფრო ადამიანისთვის გაუსაძლესი ხდებოდეს. აი ეს იქნება ავსნათ კიდევ ქალბატონო. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კუჭნაწლავი თითქმის ცალკე მიმდინარეობა, ცალკე თემაა და აუცილებლად ეგეც უნდა გამოვრიცხოთ, გამორიცხვის მეთოდით, იმიტომ რომ მას კიდევ აი რეფლუქსს, რასაც თქვენ აღნიშნავთ, მაგას კიდევ სხვა თვისებები აქვს, ნაღლის ბუშტს ახასიათებს კიდევ უფრო სხვა სიმპტომები, სიმწარე პირის არეში, რომელიც გააღიზიანებს იმ წყლულს უარესად კიდევ მეტად. კიდევ უარესად გააღიზიანებს და ამიტომ ვერ ვიფიქრებთ მარტო მაგაზეც, თუ არ გამოვრიცხეთ გამორიცხვის მეთოდით ეკოსკოპიურად, იმიტომ რომ შეიძლება ის თუ არის ნაღლის ბუშტის ანთება იყოს უბრალოდ კედლით გამოწვეული ნაღლის ბუშტის ქოლეცისტიტი, ან შეიძლება კენჭებით განპირობებული ნაღველკენჭოვანი დაავადება. ამიტომ იმას სხვანაირად უმკურნალოდ, როცა კენჭებია, ნაღველმდენები უფრო ნაკლებად შეიძლება. ამიტომ გამოკვლევა ამ დროსაც საჭირო, რომ პაციენტს არ მივცეთ ისეთი დანიშნულება, რომ მან ვინაიდან ნაღლის ბუშტი აწუხებს, ქოლეცისტიტი აქვს, თუ გამოკვლეული აქვს, დადგენილი აქვს, კი ბატონო, მაგრამ თუ არა, ისე მკურნალობა რით არის განპირობებული, რით არის გამოწვეული, თავისით პაციენტმა არ უნდა მიიღოს, არ უნდა. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ყველა ამ ძირითად კომპონენტებზე, რაც კუჭს და 12 გოჯა ნაწლავის წყლებს გააჩნიათ და იყო პერიოდი სულა ახლო წარსულში, როდესაც ეს ითვლებოდა ურთულეს ოპერაციად, საგანგაშო იყო ადამიანისთვის ეს ოპერაციები ადგილზე არ კეთდებოდა. თბილისში განსაკუთრებულად მაღალი რანგის ექიმებს უნდა გაეკეთებინათ ეს ოპერაცია, კუჭის რეზექცია, სხვადასხვა რამის აკეთებდნენ და დღეს ისე განვითარდა მედიცინა, განსაკუთრებით ავიღოთ უნდა ჩვენი ჯეოგოსპიტალი, უკვე აქ პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს ჩვეულებრივია ისე როგორც თავის დროზე ეს იყო აპეციდენტი. და ეს განაპირობა იმას, რომ მხოლოდ მედიცინა წავიდა წინ, თუ უბრალოდ მედიკამენტოზური მკურნალობაც თავის ეფექტს იძლევა მანამდე სანამ იქამდე მივა ადამიანი. ამავე დროს თვითონ თვითშეგნება ადამიანებისაც იქამდე მივიდა, რომ თავის თავს ხელს უწყობს, როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს და აი ეს ყველაფერი ერთობრივად როგორ აისახება საერთოდ სამედიცინო სფეროში. კი, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცოდნას, უფრო განვითარებული თაობამების, უფრო მეტს კითხულობს, მეტი იციან, მეტად ყურადღებას აქცევენ, ნამდვილად მოიმატა მომართვიანობამ და ყურადღებას აქცევენ თავის ჯანმრთელობას და სწორად წარმართულ მკურნალობას მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, ის რომ ადამიანი არ მივიდეს ოპერაციამდე, თუმცა რა თქმა უნდა, ორგანიზმზეც არის ბევრი რამე დამოკიდებული, შეიძლება გართულდეს. თუ გართულდა, ძალიან კარგი პირობებია ჩვენს კლინიკაში, რომ ჩატარდეს გეგმიურად ოპერაცია. ახლა თუ მწვავე შემთხვევაა და დაუშვათ პერფორაცია, ძლიერი სისხლდენა, შეყავთ პაციენტი ჩვენთან ემერჯენსში, იქ არიან მორიგე ქირურგები, რომელიც და თერაპევტიც, რა თქმა უნდა, დაკვალიანდებიან უფრო რა სჭირს ამ პაციენტს და თუ საჭიროა იქ კონსერვატიული მკურნალობა, უმკურნალებენ ჩვეულებრივ, მაგრამ თუ საჭიროა ოპერაცია სასწრაფო გადაუდებელი, მაშინ ხდება ოპერაციის გაკეთება, მაგრამ თუ გეგმიურია ის ოპერაცია, მაშინ უფრო როდესაც დაგეგმავს ის კონსულტანტი ექიმი, იმ პერიოდში გაიკეთებენ ოპერაციას. და საერთოდ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ საუბრის დასაწყისში შეეხეთ, რომ ანალიზის და საერთოდ დიაგნოზის სწორად დასმის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით და ამავე დროს ენდოსკოპიური ჩარევა. ეხლა ენდოსკოპია ეს ბოლო მე-20 საუკუნის, ბოლო 21 საუკუნის დასაწყისის ახალი აპარატურა, რომლითაც
ექიმებს ძალიან გაუადვილდათ სწორი დიაგნოზის დასმა, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ იაპონიაში მაგალითად ძალიან აქტიურად მოიხმარენ ენდოსკოპიას. ამიტომ იაპონიაში გამოირიცხა კუჭის სიმსივნე, გამოირიცხა ისეთი დაავადებები, რომელიც დაკავშირებულია კუჭთან და 12 გოჯასთან. წელიწადში ერთხელ იტარებენ აღნიშნულ გამოკვლევას. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ, არის აუცილებელი ყოველწლიურად ენდოსკოპიის გამოკვლევა თუ საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას მხოლოდ გამოყენებული? არა. ყოველწლიურად ნამდვილად არ არის საჭირო. აი ჩვენთან ამ გაიდლაინებში მითითებულია, მაგრამ თუ პაციენტი არის 45 წელზე მეტი, აქვს რაც ჩამოთვალეთ ის საგანგაშო სიმპტომები, იმან აუცილებელი ენდოსკოპია გაიგეთოს. არის ასეთი სქემა, მაგრამ თუ ადამიანი შედარებით ახალგაზრდა არ აქვს საგანგაშო სიმპტომები, იმას არ ჭირდება მაინც და მაინც ძალიან მდგომარეობით ენდოსკოპიის გაკეთება, მაგრამ ვისაც აქვს გენეტიკურად ეს მიდრეკილია ამით, აქვს ექიმა პირველად უმკურნალა დაუშვათ 1-2 კვირის მანძილზე და ეს ჩივილები არ გაქვს, მაშინ აუცილებელია იმ მდგომარეობას გააჩნია. ამიტომ პაციენტი რომ ექიმთან მივა, ის ექიმი შეაფასებს, თუ უბრალოდ აქვს დისკომფორტი, ეპიგასტრიუმის სარეში, რომელსაც სხვა დროს არ შეუწუხებია, იქ შეიძლება სულაც არ იყოს წყურვიანი დაავადება, უფრო სრული მდგომარეობა იყოს. შეიძლება საკვებით გამოწვეული ლოცვანი კუჭის შეიძლება იყოს. ეგეც შეიძლება, რომელსაც რენტგენოლოგიური გამოკვლევა ძალიან კარგად ნახავს. და ამიტომ მაშინვე როგორც პაციენტი მოვა და ერთხელ ასტკივდა ცხოვრებაში კუჭი, იქ ენდოსკოპიას, ნამდვილად ენდოსკოპიაზე არ უშვებთ ასეთ პაციენტს. შეიძლება რაღაც გამაღიზიანებელი საკვები მიეღო და იმანაც გამოიწვია იმ ლორწოვანის გაღიზიანება, ხო? აი როცა რომ ექიმი უმკურნალობს მას რაღაც მანძილზე და იმ პაციენტს ან შვება არ აქვს, ან რამდენჯერმე უმეორდება ეს წელიწადში. ამიტომ მან აუცილებლად უნდა გაიგეთოს ენდოსკოპიური კვლევა, რომ არ დაგვიანდეს გამოკვლევა დიაგნოზის სწორად იყოს დასმული, რა თქმა უნდა. კავდოელელე, თქვენ წაღნიშნეთ და მეც მასე ვფიქრობ, რომ დღეს თანამედროვე მედიცინა საკმაოდ წინ წავიდა. კუჭის წყლული უკვე არის საშუალება, რომ განიკურნოს მედიკამენტოზური საშუალებით. იმიტომ რომ მრავალი წამალია შესაბამისი, რომელიც ამას უარჩევს. და თქვენ როგორ ფიქრობთ, მორჩენილი უკვე წყლული, როდესაც იქ უკვე არაფერი აღარ არის, შესაძლებელია რომ რეციდივი მოხდეს და შემდგომში ისევ საშუალების წინაშე დავდგეთ, რომ იქ ისევ ახალი კერა წარმოიშვა წყლულის და მაინც და მაინც ისევ მედიკამენტოზური გახდება მაშინ საჭირო თუ უბრალოდ უკვე მერში სხვა ზომები იქნება გასტარებელი საჭირო. რა თქმა უნდა, რემისია და რეციდივები წყლოვანი დაავადების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, როგორც აღნიშნეთ, ესეც ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ხდება, რომ ის რემისია ხანგრძლივი დგება, შეიძლება რეციდივი არ განვითარდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც წყლულის შემთხვევაში რეციდივები მაინც ვითარდება. შეიძლება 3 წლის მერე იყოს, 4 წლის მერე, ზოგს გაზაფხულ შემოდგომაზე უმწვავდება, მაგრამ იმ დონეზე აღარ იქნება იმ ნამკურნალები წყლული ნაკლებად, რომ ძალიან გართულდეს. თუ ადამიანი ყველა ზომას ხელს შეუწყობს კვებითაც, მედიკამენტებითაც, რასაც ექიმი ეტყვის, თუ ისე გააკეთებს, შეიძლება, მაგრამ იმ დონეზე არა, როგორც არა ნამკურნალები და მინდა შევეხოთ იმასაც, რომ სტატისტიკას, როგორია დღეისათვის მდგომარეობა. საერთოდ მატულობს თუ არა შემთხვევები კუჭის წყლულისა, აქვე განსაზღვროთ ის, რომ გაახალგაზრდა თუ უფრო ასაკიანებშია, ქალებშია თუ კაცებშია მეტი და რა როლს თამაშობს სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი. წყლულის შემთხვევები ხშირია საკმაოდ, განსაკუთრებით 12 გოჯასი უფრო მეტად ვიდრე კუჭის და ამავე დროს მამაკაცებში უფრო მეტია ვიდრე ქალებში. ქალებში უფრო ასაკში რო შედიან, მაშინ უფრო უვითარდებათ მათ, თორე ახალგაზრდა ასაკში მამაკაცში წყლული გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ქალში. და რა თქმა უნდა, ალკოჰოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სიგარეტს. შეიძლება ფაქტიურად, როდესაც ადამიანს გამოულინდება ეს წყლული,
კი არ უნდა შეამციროს, უნდა აკრძალოს სიგარეტი თუ მას უნდა რომ გამოჯამრთელდეს. იმდენად ცუდ გავლენას ახდენს სიგარეტი ორგანიზმზე და მარტო ალკოჰოლი კი არა, კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე ნებისმიერზე ძალიან ცუდად მოქმედებს გაზიანი სასმელების და ალკოჰოლი მით უმეტეს, რა თქმა უნდა. ახლა რაღაც მომენტში თუ ადამიანი სადღაც ჩავარდება, რაღაც პროცესში შეიძლება ადამიანმა დალიო, მაგრამ ძალიან მოზომილად და რეგულარული ხასიათი არ უნდა ქონდეს. აი ამ კვებით რეჟიმში ამოღებულია სასმელებიც კი ლიმონათი და ეს გაზიანი სასმელები. გამაგრილებელი სასმელის გაზიანი. ისინიც კი ამოღებულია დია. და გაახალგაზრდა თუ უფრო ასაკიანებში არის მატება. მასე თითქმის ძალიან არ გაახალგაზრდებულა, ჩვეულებრივ როგორც იყო ისევ ისეა, მაგრამ ასაკიანებში შეიძლება კიდევ უფრო აი ესეთი მუნჯს ეძახიან, უსიმპტომო შეიძლება მიმდინარეობდეს ასაკოვან ადამიანებში და იმიტომ უფრო სიფრთხილეა იქ საჭირო და მეტად ყურადღება უნდა მიექციოს ასაკოვანმა პაციენტებმა უფრო. და ბოლოს ჩვენ საუბრის დასასრულს ჩვენ რომ დავაწყნაროთ ჩვენი ტელემაყურებელი, იმედი მივცეთ დღეს ჩვენ აღვნიშნეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ თქვენ ამას ხაზი გაუსვათ, რომ შესაძლებელია კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის მედიკამენტოზური მკურნალობა პლუს ხელის შეწყობა საკვები პროდუქტები და ეს განკურნებადია, რომელიც არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. აი ეს მინდა რომ ჩვენ აუცილებლად. კი, რა თქმა უნდა, კარგად ნამკურნალები. მაგრამ დროულად ექიმთან აუცილებლად. კარგად ნამკურნალები წყლული არ არის საშიში და გართულებებიც უფრო ნაკლებია, რა თქმა უნდა. ამიტომ აი ეს გართულებები წინა წლებში უფრო ხშირი იყო ხოლმე, თუნდაც ის პერფორაციები, თუნდაც ის სისხლდენები, როდესაც ადამიანი ნორმალურად ზოგი რა არის, იცით, ეტყვი უნდა დალიოს 8 კვირა, დალევს 1 კვირა. უკვე ჩივილები რომ მოეხსნება, ის უკვე მკურნალობას აღარ აგრძელებს. გონია რომ განიკურნა. რა თქმა უნდა, მაგრამ ის ნამდვილად არ განკურნებულა, იმიტომ რომ მე წეღან აღნიშნე, როდესაც 90%-ში იწვევს ბაქტერია. და ის სამკომპონენტიანი იქნება თუ რამდენსაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ. დაუნიშნოს, არის ასეთი სქემა პროტონული ტომბოს ინჰიბიტორები, კლარიტრომიცინი, ამოქსიცილინი და კიდევ სხვა მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში. ახლა პაციენტებისთვის ამას იმხრივ მნიშვნელობა არ აქვს, რომ თვითონ თავისი ექიმი გადაწყვეტს. ის უკვე აუცილებლად მისცემს რამდენიმე დღეში შვებას და იმას რომ იმ დაავადებებმა შვება მისცა, უფრო სწორად მედიკამენტებმა ის თulis რომ უკვე განიკურნა და ასე არ არის. არანამკურნალები, არასწორად ნამკურნალები წყლული, რა თქმა უნდა, აუცილებლად გაგვირთულდება. ამიტომ მან ექიმმა რომ დაუნიშნა 4 კვირა, იქნება 8 კვირა, უნდა ჩაიდაროს ეს მკურნალობა, მერე კიდევ უნდა გაიკეთოს ენდოსკოპია, იქ რა ხდება, რა დარჩა, როგორ, როდესაც უკვე გამოკვეთილია, რომ იმას წყლოვანი დაავადება აქვს და ექიმი ჩათვლის საჭიროდ კიდე გააგრძელოს ის თუ არა. თუ არ გააგრძელოს ის მედიკამენტები, ისე რომ თავისით არ უნდა შეწყვეტოს მედიკამენტოზური მკურნალობა. ის გამოდა პაციენტები, რომელიც ემორჩილებენ, ასე ვთქვათ, ითვალისწინებენ ექიმის ყველა რჩევას, ის თითქმის განკურნებამდე. ამიტომ ძალიან დიდ შემთხვევაში მივცეთ იმედი ჩვენს ტელემაყურებელს, რომ პრობლემას არ წარმოადგენს. ცხადია თუ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ წესებს, რომელსაც ექიმი ჩვენ დაგვინიშნა. დიდი მადლობა. პაციენტო ტელემაყურებლებო, მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის სპონსორია სამედიცინო კლინიკათა ქსელი ჯეო ჰოსპიტალში, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული, ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალით, ასევე აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ნებისმიერ პაციენტს, რომელიც გადაწყვეტს, რომ ჩაიტაროს გამოკვლევა მკურნალობა, მას მოემსახურებიან საუკეთესო ხარისხის სამედიცინო აპარატურით და ასევე კვალიფიციური ექიმებით. მინდა ასევე წარმოგიდგინო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ექიმი თერაპევტი, ოჯახის ექიმი ქალბატონი ელენე ხელაშვილი. ქალბატონი ელენე, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, საინტერესო საუბრისათვის. ეს ის თემა, რომელიც ყოველდღიურად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და საჭიროა მათი ინფორმირება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ ამით უფრო მეტად ყველა ჩვენი ტელემაყურებელი მოქალაქე დავაინტერესოთ, რომ ამ კუთხით თავის თავს მიაქციოს ყურადღება და იყოს ჯანმრთელი და იყოს ოჯახში მოდიოთ სიმყუდროვე და სიკეთე. მინდა თქვენთან ერთად დამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად გზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.
გადაცემის სპონსორია კლინიკების ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი.